დაბრუნდეთ საქართველოში, ხაშურის რაიონში ყირიმ კონგოს წინააღმდეგ პრევენციული სამუშაოები დაიწყო. სურსათის უნებლობის და ვედ დეპარტამენტის შიდა ქართლის სამსახური დღეს დილიდან მსხვილფეხა საქონელს პარაზიტების საწინააღმდეგო ვაქცინით ამუშავებს. სამუშაოები სოფელ ბრილიდან დაიწყო, სადაც ყირიმ კონგოთი ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ძალიან ფრთხილობს, მაგრამ თუ სახელმწიფო მოცავ შეგვიწვა ხელი და დაგვეხმარა ჩვენა ბევრიც რო იმას ვქნათ სპექტანსაც რო ვიყვეთ მაინც ნაკვეთებში ვარ ცულაგას ბევრი თავდაცვაც რო იმას ვქნათ თუ ვაქცინაცია არ გაკეთდა რამე ისე ძალიან ძნელია გამკლავება ცარიელი ხელით როგორც კი დამთავრდება ეს პრევენცია დაიწყება სისხლის ანალიზის აღება და ის გადაეგზავნება ლაბორატორიაში შემდეგი კვლევისათვის. შემდგომ მოსახლეობას ურჩევთ რომ რაც შეიძლება ხშირად დაამუშავონ საქონელი პარაზიტების საწინააღმდეგოდ არა მარტო ამ საშუალებით, არამედ არსებობს სხვა საშუალებები. მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება სოფელ ბრილში. აქედან გაგრძელდება ყველა იმ სოფელში, სადაც დაფიქსირდა მსგავსი ტიპის ინფექცია. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღმოუჩენს ყველა საჭირო დახმარებასაც დაჭირდებათ.